არის რაღაც, რაც არღვევს ფიზიკის კანონებს და კლავს რუსებს უკრაინაში. უხილავი, აღმოუჩენელი, შეუჩერებელი. ეს წარმოების საოცრება. უკრაინის ყველაზე საიდუმლო ფარული პროექტის იარაღმა ახლახან დაიწყო ომის მომგების შეტევა, მაგრამ უკრაინა დუმს. ეს არის ფარული იარაღი, რომლის შესახებაც იციან, რომ ომის მოგებაში დაეხმარება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ის ცაში ერთი მიზეზის გამოა. რუსეთი პანიკაშია ამის გამო. და ზოგიერთი რუსული ცხარო კრემლის ნარატივს ეწინააღმდეგება, რათა მსოფლიოს აცნობოს უკრაინის ახალი საშინელების შესახებ ცაში. უკრაინა იყენებს ტაქტიკური დრონების ახალ თაობას, რომლებიც ყველაფერს აუმჯობესებენ, რაც ქვეყანამ აქამდე შექმნა. ამ დრონებს შეუძლიათ უფრო შორს ფრენა, ვიდრე აქამდე უკრაინას ფრონტის ხაზზე გამოუყენებია. ისინი უხილავები არიან დეტექტორებისთვის, რომლებსაც რუსეთი იყენებს უკრაინის დრონების დასაფიქსირებლად. და ასევე იმუნიტეტი აქვთ ჯემინგისა და სხვა ელექტრონული ომის ტექნიკების მიმართ, რომლებსაც რუსეთი ადრე იყენებდა. ამ დრონებმა დაიწყეს ბრძოლის ველის დომინირება უკრაინის შიგნით და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვიცით, რომ ისინი არსებობს, არის ის, რომ რუსები მათზე წუწუნებენ. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მარსიანელების გამოყენება ჰოლიუკაზე დათმობისთვის. ასე ამოიკითხებოდა სათაური რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის მიერ 8 აპრილს. ის ფაქტი, რომ TASS-ი დრონებს მარსიანელებს უწოდებს, გვიჩვენებს, რომ ეს ახალი იარაღები თითქოს ამ სამყაროს არ ეკუთვნის. უხილავი დრონი უკვე აქ არის, ფიზიკის კანონებს არღვევს პრემისას. და ჰოლიუკის რუსეთის მიერ დანიშნულ მერს ივან პროხოტკოს ბევრი აქვს მათზე სათქმელი. ტერმა დაიწყო ახალი დრონების, სახელად მარსიანელების გამოყენება, რომლებსაც სამწუხაროდ ფრენის სიჩქარე 300 კმ/სთ, ანუ 186 მილამდე საათში აქვთ. აღარ დაფრინავენ ოპერატორის მართვით, არამედ ხელოვნური ინტელექტის მიერ იმართებიან, განაცხადა პროხოტკო. ეს რუსეთისთვის საშინელი პერსპექტივა. ეს დრონები არა მხოლოდ პრაქტიკულად შეუძლებელია აღმოაჩინო, არამედ ისინი ხელოვნური ინტელექტის კელექტის გამოყენებით თავად მიემართებიან სამიზნეებისკენ. ეს მათ კიდევ უფრო შეუჩერებელს ხდის, თუ ეს საერთოდ შესაძლებელი. საბოლოო ჯამში დრონს, რომელიც საკუთარ თავს მართავს, ოპერატორი არ სჭირდება და თუ ოპერატორები არ არიან, ხაზებს მიღმა არ არსებობს სამიზნეები, რომლებსაც რუსეთი შეიძლება დაესხას თავს, რათა უკრაინას ამ დრონების კონტროლი შეუჩეროს. რუსეთი უძლურია. უკრაინამ იპოვა იდეალური სასიკვდილო იარაღი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, უკრაინამ შექმნა იდეალური იარაღი. და რამდენიმე წუთში ვისაუბრებთ იმაზე, რაც ამ იარაღის შესახებ ვიცით. მანამდე კი ბევრად მეტი რუსი პანიკას განიცდის, ვიდრე ერთი რეგიონული გუბერნატორი, რომელიც ქალაქს მართავს, რომელსაც ის საერთოდ არ უნდა აკონტროლებდეს. პროხოტკომ კიდევ რამდენიმე მინიშნება გააკეთა. განაცხადა, რომ უკრაინის დრონები ელექტრონული ომის სისტემებისთვის შეუმჩნეველია და დრონების დეტექტორებიც ვერ ამჩნევენ მათ. თუმცა ეს არის სასტიკი ჩეჩენის სპეციალური ძალების მეთაური, აპტი ალაუდინოვი, რომელიც ახლა რუსეთის მრავალ პროსაომარი სამხედრო ბლოგერიდან ერთ-ერთია, ვინც კრემლის ფარდა ახადა იმაზე, რაც უკრაინამ პუტინის ძალებზე დაატეხა. აპრილის 6-ის ვიდეოში ალაუდინოვმა გაამხილა, რომ უკრაინის ახალი დრონები სრულიად აანადგურებენ რუსეთის ლოგისტიკას ფრონტის ხაზზე და მის ახლო ზურგში. ფაქტობრივად უკრაინამ წარმოადგინა ახალი თაობის დრონი, რომელიც სერიოზულ ლოგისტიკურ პრობლემებს ქმნის. ეს დრონები მუშაობენ დღეც და ღამეც და სრულიად უხმოები არიან, გარდა ბოლო წამებისა, როცა ეშვებიან, როგორც ვიდეოში ჩანს. ჩვეულებრივი დეტექტორები მათ ვერ აღმოაჩენენ და ელექტრონული ომისგანაც დაცულები არიან, გაამხილა ალაუდინოვმა. მან დაამატა, რომ არსებობს თეორიები იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს უკრაინის ახალი დრონები, თუმცა კონკრეტული არაფერია. ხელოვნური ინტელექტი კვლავაც მთავარი ფაქტორია. უკრაინა შესაძლოა აგდებს მათ Starlink-ით მომუშავე რელეებიდანაც, რაც ზრდის მათ მოქმედების არის. ფრთებიც ემატება დრონებს, რაც კიდევ ერთი საკითხია, რომელსაც მოგვიანებით განვიხილავთ. ეს ზრდის მათ სიჩქარეს და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მათგან თავის დაღწევას, ამატებს ალაუდინოვი. ეს ყველაფერი შეუძლებლად ჟღერლებლად ჟღერს. რაც არ უნდა ეფექტური ყოფილიყო უკრაინის დრონები ბოლო 4 წლის განმავლობაში, რუსეთმა მაინც შეძლო მათთვის წინააღმდეგობის გაწევა. თუ მას ელექტრონული ომი ჰქონდა ადგილზე, შეეძლო დრონები შეეჩერებინა. დამახასიათებელი ბზუილი ხშირად ისმოდა, თუნდაც რუსეთის ჯარისკაცებს. ადგილზე არაფერი შეეძლო ჩემომავალი დრონების წინააღმდეგ. ტრეკერები, რადარები და სხვა დეტექტორები მაინც აძლევდა პუტინის ძალებს გარკვეულ გაფრთხილებას, რომ უკრაინის მომაკვდინებელი საფრენი აპარატები მოახლოვდებოდა. ეხლა აღარაფერია. არც გაფრთხილება, არც გაქცევის გზა და რა თქმა უნდა, არც ერთი სიტყვა უკრაინისგან იმის შესახებ თუ რას გამოუშვა მან რუსეთის ჯარებზე. თუმცა იყო მინიშნებები, რომ რაღაც მსგავსი უნდა მომხდარიყო. მარსიანული დრონების ხსენება შემთხვევითი არ არის, რადგან ეს ტერმინი უკვე გამოჩენილა სიახლეებში. ასევე არსებობს ცნობები სხვა ტექნოლოგიურ მიღწევებზე, რომლებიც უკრაინამ განახორიალა და შესაძლოა დაკავშირებული იყოს ან არ იყოს იმ ახალ დრონებთან, რომლებსაც ახლა იყენებს. ამიტომაც მივდივართ აშკარა კითხვამდე. რა ვიცით, ან გგონია რომ ვიცით, უკრაინის ულტრასაიდუმლო დრონებზე, რომლებიც ახლა პუტინის მარიონეტებს აშინებენ. მოდით დავიწყოთ მარსიანული დრონის სახელით. დეკემბერში New York Times-მა გამოაქვეყნა საინტერესო სტატია დრონის პილოტის ლიპას შესახებ, რომელიც რუსულ ძალებს ებრძოდა ბოროსივკას პატარა დასახლების მახლობლად მდებარე მინდვრებში. ეს პატარა სოფელი პირდაპირ რუსეთის საზღვართან მდებარეობს და ომის დიდი ნაწილის განმავლობაში ოკუპირებული იყო.
ლიპას საქმე ოკუპანტებისთვის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს და შესაძლებელია რომ ის სწორედ იმ ტიპის დრონს იყენებდა, რომელზეც ახლა რუსეთის მედია პანიკას ტეხს. New York Times-ი ლიპასა და მის ნავიგატორ ბობერზე მოგვითხრობს, რომლებიც რუსული დრონების ჯგუფის გადაადგილებებს აკვირდებოდნენ, ამ ჯგუფმა კი მიტოვებულ საწყობში მოიწყო ბინა. ორთავემ სცადა უკრაინის ჩვეულებრივი დრონების გამოყენება საწყობზე, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ ელექტრონულმა ომმა ისინი მიზნის მიღწევამდე დაბლოკა. შემდეგ გამოჩნდა Bumblebee, დრონის ახალი ტიპი, რომელიც საიდუმლო პროექტის ფარგლებში შეიქმნა. ამ პროექტს კი გავრცელებული ინფორმაციით Google-ის ყოფილი არმასრულებელი დირექტორი ერიკ შმიტი ხელმძღვანელობს. Bumblebee-მ უკრაინელი დრონის ოპერატორის პრობლემას პასუხი გასცა. დრონი ცაში გაუშვეს. ლიპამ მართვის პულტზე ხელი გადასწია და ღილაკი ჩართო. მოულოდნელად დრონი, რომელსაც ადამიანები მართავდნენ, ავტონომიური გახდა. Bumblebee-ის დრონი საკუთარი ნებით მიზნისკენ გაემართა. ჯემინგიც კი ვერ აჩერებდა მას. მაშინაც კი როცა დრონის სიგნალის კავშირი დაიკარგა, ის მაინც აგრძელებდა მოძრაობას ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით, რომელიც მიზანზე იყო ორიენტირებული. რუსეთის ყველა მცდელობა შეეჩერებინა დრონი წარუმატებლად დასრულდა. Bumblebee საწყობის კედელს შეეჯახა, რაც რუსეთის დრონების ჯგუფისთვის ნათელი სიგნალი იყო, რომ მათ უნდა გადაენაცვლათ. თუ ასე არ მოიქცეოდნენ, კიდევ მეტი Bumblebee მოვიდოდა. შეიძლება ეს იყო მარსის დრონის პირველი ფრენა, პრიონერი, რომელიც ახლა შეუმჩნევლად დაფრინავს ოკუპირებულ უკრაინაზე. თუ არა პირველი, თითქმის უეჭველია, რომ ერთ-ერთი მათგანი იყო. დაახლოებით იმავე დროს New York Times-ი უწყება, რომ რუსი ჯარისკაცები უკრაინის ქალაქების ხარკოვისა და კუპიანსკის გარეთ მსგავს ტიპის დრონთან ჰქონდათ საქმე. ამ დრონების შეჩერების ერთადერთი გზა იყო მათი ჩამოგდება და ეს მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა, თუ საკმარისად გაგიმართლებდა, რომ დაგენახა ისინი და საკმარისად ზუსტი იყავი, რომ მოგერტყა მანამ, სანამ ისინი თავიანთ სამიზნეებს მიაგნებდნენ. ამ დრონებიდან ერთმა რეგიონში ჯავშან მანქანა გაანადგურა, ხოლო რუსეთმა მოახერხა და უკრაინული დრონის ნამსხვრევები ჩაიგდო ხელში. ნამსხვრევები გაგზავნეს ინტეგრირებული უპილოტო გადაწყვეტილებების ცენტრში, რომელიც მოსკოვის მახლობლად მდებარე რუსული დრონების წარმოებელი კომპანია. სწორედ მაშინ დაერქვა Bumblebee-ს რუსეთში მარსიონინი. მარსიონინი რუსულად ნიშნავს მარსელს. ეს სახელი მიენიჭა უკრაინის საიდუმლო ახალ დრონს, რუსეთის ვარაუდის საფუძველზე, რომ ის შექმნილი იყო არა უკრაინაში, არამედ NASA-ს Ingenuity-ის პროგრამის ფარგლებში. ამ პროგრამამ გამოიწვია პატარა და ავტონომიური ვერტმფრენის შექმნა, რომელიც საბოლოოდ მარსზე გაფრინდა. თუ ინტეგრირებული უპილოტო გადაწყვეტილებების ცენტრს დაუჯერებთ, უკრაინა ახლა იყენებს ამ დრონის ვერსიას, ან პირდაპირ NASA-დან, ან იმავე ტექნოლოგიით შექმნილს, რომელიც უზრუნველყოფს უხმაურ და ხელოვნური ინტელექტით მართექტით მართვად ფრენას, რაზეც ახლა იუწყებიან უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ თქვით, რომ ამ დრონმა ფიზიკის კანონები დაარღვია, მაგრამ მარსზე ფრენით. როგორც ჩანს, რუსეთი ახლა ახალ საფრთხეს ებრძვის, რომელიც პირდაპირ ამ სამყაროს მიღმა იყო. უკრაინა ამ ყველაფერზე არაფერს ამბობს, მაგრამ თუ New York Times-ი მართალია, მარსის დრონი ან NASA-მ შეიმუშავა, ან მისი დახმარებით შეიქმნა და უკრაინამ ის რუსეთის ძალების წინააღმდეგ გამოიყენა. კიდევ მეტი მინიშნება არსებობს, რომ მსგავსი რამ მზადდებოდა. ზოგი ბრძოლის ველიდან მოდის, ზოგი კი თავად უკრაინამ გაავრცელა. მაგრამ სანამ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, ეს არის The Military Show და ჩვენ გაჩვენებთ სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს. გამოიწერეთ არხი ახლა თუ გსურთ, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყოთ. ასე რომ კიდევ მეტი მინიშნებაა უკრაინის ახალ დრონებზე. ამ მინიშნებების ნაწილი მოდის უკრაინულ კომპანიებიდან. დეკემბრის 5-ში United 24 მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინული თავდაცვის ტექნოლოგიური კომპანია სახელად Dot Solution-ი დაიწყო უკრაინის შეიარაღებული ძალების აღჭურვა ახალი ხელოვნური ინტელექტის ავტოგიბირების სისტემით, რომელსაც შეუძლია მიზნებზე დაფიქსირება, მაშინაც კი როცა ეს მიზნები მოძრაობენ. ლვოვში დაფუძნებულმა კომპანიამ განაცხადა, რომ ეს ახალი სისტემა შეიძლება ჩაშენდეს კამიკაძე დრონებში, რათა მათ შეძლონ თავიანთი მიზნების თვალყურის დევნება GPS-ისთვის რთულ გარემოში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩახშობა არ იმუშავებს. სპუფინგი უსარგებლოა. GPS საერთოდ აღარ არის საჭირო. ყველაფერი სისტემის წყალობით, რომელიც როგორც ჩანს შეიძლება დამონტაჟდეს ნებისმიერ დრონზე, რაც კი უკრაინას აქვს. სიუჟეტი უფრო საინტერესო ხდება. მარსიანი შეიძლება იყოს დამოუკიდებელი დრონი, მაგრამ მის უკან მდგომი ტექნოლოგია, ან სულ მცირე მსგავსი რამ, შესაძლოა ფართოდ იყოს ხელმისაწვდომი მთელ უკრაინაში. გადავინაცვლოთ მარტის ბოლოსკენ და უკრაინის თავდაცვის სამინისტროც საუბრობს ახალ დრონ ტექნოლოგიებზე. Telegram-ის პოსტში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ უკრაინამ დაიწყო ახალი თაობის ბომბდამშენი დრონების ტესტირება Brave One-ის საცდელ პოლიგონზე. Brave One არის პროგრამა, რომელიც უკრაინამ შექმნა იმისთვის, რომ წაახალისოს და დაუჭიროს მხარი დრონების მწარმოებლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა შეიმუშაონ ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის ოკუპაციური ძალების წინააღმდეგ. ახალი თაობის ბომბდამშენები ნიშნავს უფრო დიდ მანძილს, უფრო მაღალ ტვირთანწეობას, დაცულ კომუნიკაციებს და უსაფრთხო პოზიციებიდან მოქმედების შესაძლებლობას, აღნიშნა ფედოროვმა. მან დაამატა, რომ უკრაინა ცდის როგორც მცირე, ასევე მძიმე ბომბდამშენებს, რომელთაგან პირველები გამოიყენება ქვეითებისა და მსუბუქი ტექნიკის წინააღმდეგ, ხოლო მეორენი გამაგრებებისა და მძიმე ტექნიკის წინააღმდეგ. თუმცა იყო ერთი პატარა დეტალი, რომელიც ფედოროვმა ტესტირების შესახებ გაამხილა და რომელიც თქვენს ყურადღებას უნდა მიიპყრობდეს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, თითოეული აპარატი 20 კილომეტრის მანძილზე ელექტრონული ბრძოლის პირობებში გამოიცადა. მიზანს მოხვდა და უკან დაბრუნდა. კიდევ ერთხელ, აქვეა რუსული ელექტრონული ბრძოლისა და ჩახშობისადმი გამძლეობაც. ის რაც დაიწყო როგორც Bumblebee-ის დრონი, რომელსაც რუსეთმა მარსიანელი უწოდა, როგორც ჩანს გადაიქცა ტექნოლოგია, რომელსაც უკრაინა ყველა სახის დრონში ინტეგრირებს. შორ მანძილზე მოქმედი ბომბდამშენი დრონები, მოკლე მანძილზე მოქმედი მსუბუქი ბომბდამშენები, რომლებიც ქვეითებს ანადგურებენ და შემდეგ არის ფრთები. ხომ არ დაგავიწყდათ ისინი? შეგახსენებთ. უკრაინის ახალი ფიზიკის კანონების დამღვევი დრონების შესახებ თავის ანგარიშში ალაუდინოვმა თქვა, რომ ზოგიერთი დრონი, რომელიც მას უნახავს, ამ რომელთა შესახებაც ინფორმაცია მიუღია, აღჭურვილია ფრთებით, რომლებიც ზრდის მათ მოქმედების მანძილს და ბევრად უფრო სწრაფს ხდის. აპრილის 8-ის ანგარიშში მილიტანი გაამხილა, რომ რუსეთის რუბიკონის დანაყოფმა, რომელიც ქვეყნის ელიტური დრონების ჯგუფია, ასევე იხილა უკრაინის ფრთიანი დრონები მოქმედებაში. ანგარიში ნათქვამია, რომ უკრაინა თავის FPV კვადროკოპტერ დრონებს ფრთებს ამაგრებს, რაც აეროდინამიკურ აწევას უზრუნველყოფს და ამით ამცირებს ენერგიის რაოდენობას, რომელსაც FPV დრონები ფრენისას ხარჯავენ. ენერგიის ნაკლები ხარჯვა ნიშნავს, რომ დრონებს შეუძლიათ უფრო შორს გაფრენა, სანამ მათი ბატარეები დაიცლება, რაც მათ საშუალებას აძლევს დაარტყან სამიზნეებს, რომლებიც უფრო ღრმად არიან რუსული ხაზების უკან. ნიმუში, რომელიც რუბიკონმა აღმოაჩინა, აღჭურვილი იყო PG-7-ის საბრძოლო თავით, რომელსაც შეუძლია ჯავშან ტექნიკის, ცოცხალი ძალისთალისა და გამაგრებული ნაგებობების განადგურება. ამ ანგარიშში ავტომატიზაციის ან ელექტრონულ ომთან წინააღმდეგობის შესახებ არაფერია ნათქვამი, მაგრამ ადვილია მიხვდეს, საით შეიძლება მიდიოდეს უკრაინა ამ ახალ ფრთიან დრონთან დაკავშირებით. თუ სხვა ანგარიშების სიმართლეა, უკრაინას აქვს მოდულები, რომლებიც შეუძლია ჩატვირთოს თავის დრონებში და ამის საშუალებით ხელური ინტელექტი გამოიყენოს ტესტირებისათვის. ამ მოდულებს თავდაცვის სამინისტრო ამჟამად ბომბდამშენ დრონებში ცდის და შესაძლოა მარსიანი იყოს უნიკალური დრონი, რომელმაც შთააგონა ყველაფერი, რაზეც ახლა რუსეთი საუბრობს. მაგრამ შეიძლება ამ ამბავში კიდევ ერთი მოულოდნელი შემოტრიალება იყოს. აშშ როგორც ჩანს გარკვეულწილად ჩართულია იმაში, რასაც უკრაინა ახლა რუსეთს უგზავნის. ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს, NASA ჩართულია. უკრაინა ასევე ავითარებს საკუთარ ხელოვნური ინტელექტის დრონების ტექნოლოგიას. ახალი თაობის საშიში და გამარჯვების მომტანი არ არისთვის. თუმცა შეიძლება თამაშში კიდევ ერთი მოთამაშე ჩაერთო, ევროპა. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს ალაუბინოვი, რომელსაც ეს აქვს სათქმელი ავტომატიზირებულ და უხმომკვლელ დრონებზე, რომლებიც ახლა რუსეთის ძალებს აწუხებენ. ჩვენმა ბიჭებმა რამდენიმე ჩამოაგდეს და დაათვალიერეს. როგორც ჩანს, ისინი ერთობლივადაა წარმოებული: უკრაინა, გერმანია, უკრაინაინა, საფრანგეთი. ისინი მოდერნიზებულია, უფრო შორს დაფრინავენ ვიდრე ძველები. ხედავთ, რომ ევროპული ქვეყნები ცდილობენ უკრაინაში მიმდინარე ომში თავიანთი ახალი ტექნოლოგიები გამოცადონ. საფრანგეთი და გერმანიაც შეიძლება იყოს ჩართული. ეს დიდი სიურპრიზი არ იქნებოდა, თუ ეს სტანდარტული დრონებია, რომელსაც უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ იყენებს. გერმანიას უკრაინასთან აქვს ერთობლივი საწარმოო პროგრამა, რომელსაც უწოდა აშენე უკრაინასთან ერთად. ხოლო საფრანგეთი უკვე საკმაოდ დიდი ხანია უკრაინასთან ერთობლივი პროექტებისკენ მიდის. მაგრამ თუ ისინი ჩართულნი არიან იმ ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების წარმოებაში, რომელსაც ახლა უკრაინა იტენებს, ამას უზარმაზარი მნიშვნელობა ექნება. შესაძლოა ვხედავდეთ, რომ აშშ, საფრანგეთი, გერმანია და შესაძლოა კიდევ რამდენიმე უცნობი მოთამაშე თანამშრომლობენ ან ერთმანეთის ტექნოლოგიებს იყენებენ უკრაინის დასახმარებლად. ეს შესაძლებელია. და ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო აძლიერებს იმ შთამბეჭდავ დრონულ ინოვაციებს, რომლებიც უკრაინამ გამოავლინა რუსეთთან 4 წელზე მეტი ხნის ბრძოლის განმავლობაში. ერთი რამ, რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ რუსული ფრონტის ხაზებიდან ამჟამად წამოსული გზავნილები სრულიად საპირისპიროა იმასთან, რასაც კრემლი სურს, რომ ხალხმა მოისმინოს. პუტინმა და მისმა თანამოაზრეებმა უკრაინის ომის გარშემო ნარატივი შექმნეს. რუსეთი დაუძლეველი ძალაა. რუსეთს ტექნოლოგიური უპირატესობა აქვს. არაფერია ისეთი, რასაც უკრაინა გამოიყენებს და რუსეთს ეს უკვე არ ქონდეს მოფიქრებული. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ ეს სისულელია, მაგრამ ახლა რუსი ხმები სრულიად საპირისპიროს ამბობენ იმისგან, რასაც კრემლი უნდა, რომ ხალხმა მოისმინოს, რადგან უკრაინის დრონების უპირატესობას მთელ ქვეყანაში აღიარებენ. ომის შესწავლის ინსტიტუტი, ანუ ASW, ამას ამატებს თავის 9 აპრილის ბრძოლის ველის ანგარიშში, სადაც აღნიშნავს, რომ ბევრი რუსი პროსაომარი წყარო ახლა ამტკიცებს, რომ უკრაინამ უპირატესობა შექმნა საჰაერო ჩაშლის მოქმედებებით. ASW ამატებს, რომ ეს ინოვაციები დიდწილად არის მიზეზი იმისა, რატომაც უკრაინამ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთს უფრო მეტი დანაკარგი მიაყენა ვიდრე 2025 წლის იმავე პერიოდში. ეს დანაკარგები მძიმეა. მარტო მარტში უკრაინამ 35351 რუსი დანაკარგი დაითვალა, საიდანაც 96% უკრაინის დრონების მიერ იყო გამოწვეული, იუწყება ალ-ჯაზირა. ეს რიცხვი 29%-ით მეტია თებერვლის დანაკარგების მაჩვენებელზე და ასევე ოდნავ აღემატება წინა რეკორდულ თვიურ რუსულ დანაკარგებს, რომელიც დეკემბერში დაფიქსირდა. მოგლეთ, რუსი ჯარისკაცები დრონებისგან უფრო მეტი აიღუპებიან, ვიდრე ოდესმე. და ეს შეიძლება იმით იყოს გამოწვეული, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე ახალი თაობის დრონები გამოიყენა, რომლებიც ფიზიკის კანონებს უგულებელყოფენ, ელექტრონულ ომს უძლებენ, ხელოვნური ინტელექტით იმართებიან და სრულიად უხმოები არიან. აქედან რუსეთისთვის მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება.
უკრაინა შეიძლება კმაყოფილი იყოს იმით, რომ შედეგები თავად ლაპარაკობს, ხოლო ახალ ტექნოლოგიებზე, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ იყენებს, მხოლოდ მინიშნებებს აკეთებს. ის აძლევს რუსულ ძალებს საშუალებას თავად გამოცადონ ეს ტექნოლოგია, როცა მისი საშუალებით ნადგურდებიან. ალექსეი ჩადიევის თქმით, რომელიც რუსი მეცნიერი და სამეცნიერო საწარმოო ცენტრის პუშკუნიკის გენერალური დირექტორია, ეს ცენტრი უპილოტო აპარატების განვითარების და ტესტირების დაწესებულებაა. ის, რასაც ახლა ვხედავთ, არის ადრეული ნიშნები იმისა, რომ რუსეთმა ბოლო 6 თვის განმავლობაში მცირე ზომის უპილოტო ოპერაციებში ლიდერობა დაკარგა. უკრაინა ავითარებს თავის დრონების ტექნოლოგიას, მაშინ როცა რუსეთი ერთ ადგილზეა გაჩერებული. სიშორეები გაორმაგებულია. წარმოება დეკემბრის შემდეგ 250%-ით გაიზარდა, განაცხადა კიევ-პოსტმა. მაშინ როცა რუსეთი კვლავ ეკრდნობა ოპტიკურ ბოჭკო დრონებს, რომლებიც ელექტრონულ ომს უძლებენ, მაგრამ სიშორით შეზღუდულნი არიან კაბელებზე მიბმის გამო, უკრაინა გადადის დრონების ახალ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ თაობაზე, რომლებიც რუსეთს როგორც ფრონტზე, ისე ზურგში ანადგურებენ. უკრაინა ახლა დრონების სფეროში რუსეთს მნიშვნელოვნად უსწრებს ომში, რომელიც სწორედ ამ იარაღების გამოყენებით განისაზღვრა და უკრაინა მხოლოდ ახლა იწყებს. ქვეყანა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას არ ზღუდავს, მხოლოდ დარტყმის დრონებით, რომლებიც ოკუპირებულ საჰაერო სივრცეში იპარებიან და რუსეთს სასიკვდილო სიზუსტით უთხრამენ. თავდაცვა რუსეთის შორმანძილზე გახორციელებული დათმობისგან კიდევ ერთი უკრაინული პრიორიტეტია და აქაც ხელოვნური ინტელექტი ეხმარება. აპრილის პირველი სტატიაში კიევ-პოსტმა გაამჟღავნა, რომ უკრაინა ახალი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დრონების ჯგუფების შექმნის პროცესშია, რომლებსაც შეუძლია გამოიყენოს შაჰიდის ტიპის დრონების წინააღმდეგ, რომლებსაც ვლადიმირ პუტინი უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაზე ესვრის. ეს შორმანძილზე გახორციელებული დარტყმები პრობლემას წარმოადგენს. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, მარტში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 6462 დრონი გაუშვა. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, უკრაინა ქმნის შესაძლებლობას, რომ ერთმა დრონის ოპერატორმა მართოს გადამჭერი დრონების მთელი ჯგუფი, რომელიც რუსეთის შაჰიდის ტიპის საფრთხეს დაუპირისპირდება. ეს არის თავდაცვის შესაძლებლობების გამრავლება. ერთზე ერთის მართვის ნაცვლად, უკრაინა ქმნის ისეთ გადაწყვეტას, სადაც ერთი ოპერატორი ბევრ დრონს მართავს. ეს ნიშნავს, რომ მალე უკრაინა გამოიყენებს გადამჭერ დრონებს, რომლებიც ოპერატორის მიერ პოზიციაში გადაყვანის შემდეგ ავტომატურად დაარტყამენ რუსულ დრონებს. უკრაინა ყოველთვის იყო დრონების ინოვატორი, ახლა კი ის შეუჩერებელ ძალად კალიბდება. ზუსტად ისე, როგორც X-Men-ის ცნობილი მუტანტი ჯაგერნაუტი, ეს ძალა შეუჩერებელია და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ძლიერდება. ეს მხოლოდ ხელოვნური ინტელექტი, ელექტრონული ომისადმი მდგრადობა და ახალი საშიში დრონების თაობა არ არის, რასთანაც რუსეთს უწევს გამკლავება. რაოდენობაც კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა. უკრაინა აპირებს 2026 წელს 7 მილიონი დრონის აშენებას. საგულისხმოდ ეს ნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში თითო მოქმედ ჯარისკაცზე 7-ზე მეტი დრონი მოდის. ხარჯებიც მცირდება. კიევ ინდეპენდენტი ერთ შემთხვევაზე წერს, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინამ შეძლო 25 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის განადგურება დრონით, რომლის აშენებაც მხოლოდ $500 დაჯდა. ეს ფასში 50,000 ჯერ განსხვავება და ეს მტკიცებულებაა იმისა, რომ უკრაინის ძალისხმევა რუსეთის ტექნიკისა და ცოცხალი ძალის უპირატესობის წინააღმდეგ უკვე შედეგს იძლევა. დრონები გადაწყვეტენ უკრაინის ომს. და ახლა უკრაინას აქვს იდეალური კომბინაცია რაოდენობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის, რომ იარაღი, რომელიც ადრე მხოლოდ ბრძოლაში ყოფნის საშუალებას აძლევდა, გადაიქცეს იარაღად, რომელიც თელ ომს მოიგებს. ტექნოლოგიაც სულ ემატება. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ აშშ შეჩუდა რამდენიმე ევროპული ქვეყანა ერთვებიან უკრაინის დრონების რევოლუციაში. მაგრამ კიდევ ერთი ქვეყანაა, რომელიც ამ პროცესში ჩაერთო და ეს ის ქვეყანაა, რომლის გამოჩენასაც რუსეთი ვერასდროს წარმოიდგენდა. იაპონია უკრაინის მხარეს დგას და ჩუმად შემოიტანა ახალი გარდანტეხი ტექნოლოგია, რომელიც უკრაინის ცაზე ონს შეცვლის. ამ ახალ ტექნოლოგიაზე მეტი ინფორმაციის მიღება შეიძლიათ, თუ ჩვენს ვიდეოს ნახავთ. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ გაიგოთ იმ იარაღებზე, რომელსაც უკრაინა საიდუმლოდ ინახავს და რაზეც რუსეთი ვერაფერს აკეთებს. და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.